6 აგვისტო автомобილში უნდა იჯდეს მზია ამაღლობელი 2025 წელი. შეძახილები ვანაძებს რომ მოწმე მოსამართლე ნინო სახელაშვილს განაჩენი გამოაქვს. ეს არის აბსურდი. 2 წლიანი პატიმრობა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. 7 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ მზია ამაღლობელის ბრალდების მუხლი შეცვალა და ის პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად წესრიგის დამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მუხარასა და ძალადობაში სცნო დამნაშავედ. ეს შედარებით მსუბუქი მუხლია. ამ ვიდეოში განვიხილოთ მზია ამაღლობელის საქმის 10 დეტალს, რომლის გამოც უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჟურნალისტი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია, შესაბამისად პოლიტიკური პატიმარი. საბოლოო განაჩენამდე 7 თვე სასამართლო იკვლევდა, დაესხა თუ არა მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს. ამას ამტკიცებდა ბრალდება, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსით სასჯელი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ჯამში ამ საქმეზე 16 ხდომა ჩატარდა, საიდანაც მხოლოდ 6 დაეთმო დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და არგუმენტების განხილვას. პროკურატურა და დაზარალებული ამტკიცებდნენ, რომ სილამ კივილი მიაყენა და ლოყა გაუწითლა. მე განვიცადე კივილი. 20 წუთის შემდეგ მითხრეს, რომ ყურზე სიციფრეა და შესაბამისად ესე იგი მქონდა, ხა მე ვერ ხედავდი, მაგრამ მე დაახლოებით 9 საათის შემდეგ ნახე, რომ რეალურად აი ყურის მიდამოში მქონდა სიციფრე. ყური ეხლა ციფრია ყველა. ეხლა ცხოველზე. ზუსტად აკეთებდი ვარ. გამომძიებლებს პატიმარი ჟურნალისტისთვის არაფერი უკითხავთ. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა მისი ადვოკატების პრეცედენტული მაგალითები, სადაც მართლმსაჯულება შეუდარებლად ლმობიერი იყო პოლიციელებზე თავდასხმის სხვა საქმეების განხილვისას. მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ მედიამაც გაიხსენა ისეთი შემთხვევები, როდესაც პოლიციელის ალიყურს მსუბუქი სასჯელი მოჰყვა, ან და სასჯელი საერთოდ არ მოჰყოლია. მაგალითად, ეს კადრები სამეგრელოში 2007 წელს მომხდარ შემთხვევას აღწერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა გუჯაბიძის ცოლი მაკა სახურია სილას აწნის პოლიციის იმდროინდელ მაღალჩინოსანს, მეგის გარდავას, რომელიც შემდეგ არაერთი მძიმე ბრალდები იცნეს დამნაშავედ და ამჟამად სასჯელს იხდის. მაშინ მაკა სახურიასთვის ბრალი არავის წარუდგენია. პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ ქალი გაათავისუფლეს. დაცვა ხაზგასმით მიუთითებს იმ დეტალზე, რომ პოლიციელი ირაკლი დგებუაძე ალიყურის მიღებისთანავე დაემუქრა ქალს, რომ სისხლით დაიჯერდა. შესაძლებელია ფაქტის აღწერის დროს უსმაძურო სიტყვები ვიხმარ. მეორე წინადადება მუხარა. მუხარა აგინება? სამართლები ვარ? პოლიციის უფროსიდნა, რომელსაც ცოტა ხანი მიიღო დაკავებისას. პაპატი რატომ ირაკლი აბა? კიდევ გეუბნებით, ეს არის ფაქტის აღწერა. მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად იმის გამო, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე ეზოს კედელზე საპროტესტო სტიკერი მიაკრა. არხნა რა გოგო, არხნა რა. მზია ამაღლობელს აკავებენ, მზია ამაღლობელს ბათუმელების მენეჯერს აკავებენ, მზია ამაღლობელს. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ პოლიციას სტიკერის გაკვრის გამო დაკავების უფლება არ აქვს და ეს ადმინისტრაციული დარღვევა მხოლოდ ფულადი ჯარიმით უნდა დასჯილიყო. პირველი დაკავების ამსახველ კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი აჭარის პოლიციის იმდროინდელ უფროსს, გრიგოლ ბესელიას ემორჩილება. იქვე ისმის მოქალაქის შეკითხვა და ირაკლი დგებუაძის პასუხიც. იურისტების შეფასებით ეს უფლებამოსილების გადამეტებაა. გარდა ამისა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მზია ამაღლობელი არა მხოლოდ სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფისთვის და დაუმორჩილებლობისთვისაც დააკავეს. ოქში მის დამკავებლადაც სხვა პოლიციელის ვინაობა ჩაწერეს. პოლიციის სადავო ოქმის საფუძველზე თითქოს ჟურნალისტი აგინებდა და არ ემორჩილებოდა პოლიციელებს, მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა. მაშინ, როდესაც იგივე მოსამართლემ საქმის განხილვისას თქვა. მოგვიანებით სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელი კიდევ 1000 ლარით დააჯარიმა მოსამართლე მარიანა ფომაიევამაც. იქამდე სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას.
აღკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა კი, რომელმაც მზიას საბოლოო განაჩენი გამოუტანა, ფაქტობრივად არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა დაუკმაყოფილა ჟურნალისტის ადვოკატებს, მათ შორის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე. სახელაშვილი დაეყრდნო პროკურატურის პოზიციას თითქოს 50 წლის ქალის, ცნობილი ჟურნალისტის ციხის გარეთ ყოფნა საფრთხის შემცველი იყო. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე მათ არ მისცა საკმარისი დრო პოზიციის დასამტკიცებლად და უარი უთხრა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის გამოკითხვაზეც, რამაც დააზიანა დაცვის მხარის მტკიცებულებების წარმოჩენა. თუმცა სანამოცნება სასამართლოში გადაღებას აკრძალავდა, კამერებმა ეს სცენა დააფიქსირეს. ირაკლი გებლაძეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე ტანსაცმლის დაუფარავი დამარში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. რადგან სიცოცხლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, მე ჩემს მიერ არ იქნა შეფასებული. და ეს იგა მოტორი ადამიანი ჩაიკეცა, აი ამას ვაქცევთ, ხმის დარტყმის ძალა, რა ვიცი ხა აი ხო აქ ხმა, მაგრამ არ მткиვა. რამდენიმე დღის წინ გებუაძეს კითხეს. რასი არ მოგახსოვს რა თქვა კიდე ერთხელ გორკილ გადებულ ქალს როგორ შეაფუთხე გორკილ გადებულ ქალს როგორ შეაფუთხე სასამართლომ მზიამაღლობელი 14 ივლისს გამოკითხა, სადაც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სილის გაწვნა იყო იმპულსური რეაქცია შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, უპასუხისმგებლო და თავკერძა კომუნიკაციაზე. დაკავების შემდეგ ძალადობის ეპიზოდი მან ასე აღწერა. ფიზიკურად მოიწევდა და სულ მქონდა განცდა, რომ უნდა დაერტყა. და მართლა არ ვიცი, სხვა პოლიციელებს რო არ შეეჩერებინათ, ის აუცილებლად ესე ვთქვათ, ციხლებით გადამივლიდა კი რა, არ ვიცი, გამლახავდა, რასაც ქვია. ფიზიკურად რომ მოიწევდა, ხელს უშლიდნენ სხვა პოლიციელებს. სხვა პოლიციელებს გაყავდათ კი. ერთხელ ისე ამას იმიტომ რომ მოიწევდა მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობდი, რომ აი როცა მაგინებდა, აი გონებაში სულ იმას ვამბობდი, რომ აი ეს რაღაც ჩემს თავს არ ხდება, რაღაცა მინდოდა, რომ ჩამეკეტა რა. ისე ახლოს მოვიდა ეს რაღაც დივანზე რო ვიჯექი ფეხები, ისე ახლოს მოვიდა და რომ ავხედე, ესე ვთქვათ რა, რომ ავხედე, რომ ხო რა, მივხვდი, რომ უნდა დამარტყეს და როცა ავხედე, აი გაჩერდა და აი სახეში შემაფუთა. არა, შიში არ ვიცი, იცით რა, უფრო განრიდება იყო და ხო, მინდოდა ამერიდებინა, ესე ვთქვათ, რომ არ მინდა რა ეს შუახნის ადამიანი ვიღაცამ ესე მიზან მიმართულად რაღაცა გაგლახოს, არ ვიცი, აი როგორ გითხრათ. დღემდე ვერ უპატიობ ჩემს თავს ზუსტად იმ ჩემს სიჩუეს. აი ვერაფრით ვერ ხვდები. აი როგორ არ დავლეწე იქაურობა, ოღონდ მართლა. აი როგორ არ ვიყდირე. აი არ ვიცი. დაგკვეთა ამაღლებელმა უნდა შეასრულა კონკრეტული დაკვეთა. მას ქონდა მცდელობა დაეგრენებინა. ეს ყველაფერი ერთ-ერთი მთავარი ხაზი, რაც აქვს გლობალურ ომის პარტიაში. კობახიძის ეს განცხადება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებით, უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებებით არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმპციას. დაკავების მომენტიდან მზიამაღლობელის მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად მიზანმიმართულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში ასობით პოსტი, რომელიც ჟურნალისტის რეპუტაციას ლახავდა. მზიამაღლობელმა დაკავების პირველივე წუთიდან ერთ თვეზე დიდხანს იშიმშილა. სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს სხვა პატიმრებმაც. ჟურნალისტმა შიმშილობა მხოლოდ 38 დღეს შეწყვიტა. თქვა, რომ ბათუმში, ოცნების ქალაქში, ორი დაღუპული ბავშვის ტრაგედიის პარალელურად მისთვის მის ჯანმრთელობაზე საზოგადოების წუხილის მოსმენა მიუღებელი იყო. ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაციით მზიას ციხეში ყოფნისას მხედველობა საგრძნობლად დაუქვეითდა. მარჯვენა თვალში ის ახლა მხოლოდ 30%-ით ხედავს. მარცხენა თვალით კი მხოლოდ სინათლისა და სიბნელის გარჩევა შეუძლია. მზიას შეეძლო, რომ პატიმრობა აერიდებინა. წინასწარი პატიმრობის მეშვიდე თვეს პროკურორმა მას საპროცესო გარიგება შესთავაზა, ბრალის აღიარება თავისუფლების სანაცვლოდ, რაზეც მზიამ უარი თქვა. იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ,
საპროცესო გარიგება ბევრისთვის სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ჩემთვის ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთ გზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბივარ. განსხვავებით ეგრეთ წოდებული დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი. არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურთ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებით საკმარისია. მინდა იცოდეთ, რომ თავს გამარჯვებულად ვთვლი. ამისთვის მადლობა მინდა უთხრა ჩემს ადვოკატებს, უფლებადამცველებს. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან. კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი. მადლობის გადასახდელად იმისთვის, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია. ეს იყო მზია ამაღლობელის ბოლო სიტყვები სასამართლოში, რომელიც მან 4 აგვისტოს წარმოთქვა. 6 აგვისტოს კი მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სხვა ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის პატიმრობას საგანგაშოდ თვლის ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა და მზიას გათავისუფლებას ითხოვს. სტრასბურგის სასამართლომ აპრილში მიიღო საიას სარჩელი. ორგანიზაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის სასამართლო პროცესებს სასამართლო დარბაზშივე აკვირდებოდნენ კლუნების ფონდის ექსპერტებიც. ამ ფონდის საქმიანობა რუსეთმა 2024 წლის აგვისტოში არასასურველად გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ფონდის ექსპერტებმა უკრაინაში ომის შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყეს და არაერთი სარჩელი მოამზადეს რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. დემოკრატიის უკუსვლის, პროტესტის მონაწილეთა მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების, მოძალადეთა დაუსჯელობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო შეჩერებულია ქვეყნის ევროინტეგრაცია და მაღალი დონის ვიზიტები. ევროკავშირი მსჯელობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. კონკრეტულად მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს ესტონეთმა დაუწესა სანქციები. შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სანქცირებულია ოცნების ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი. ჩინოვნიკების დიდ ნაწილს სავიზო შეზღუდვებიც დაუწესდათ. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ამავე კვლევით ქართული ოცნების ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილიც კი აცხადებს, რომ სასჯელი არაპროპორციულია. მზია ამაღლობელის პატიმრობას საერთაშორისო პარტნიორები და უფლებადამცავი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს, გაზვიადებულსა და გამოგონილს უწოდებენ. Grazie Presidente. Vorrei portare all'attenzione del Senato il caso della giornalista georgiana Miza Amaklobeli. ქართველი ჟურნალისტის გვარი ისმის ოფიციალურ განცხადებებში, სხვადასხვა პარლამენტებში დებატებისას, ასევე რეზოლუციებში. ეს ჰეშტეგი სოციალურ ქსელებში უკვე 7 თვეა ტრიალებს და აღარავინ კითხულობს, ვინ არის მზია. ამ პერიოდში გაიმართა არაერთი აქცია ჟურნალისტების, უფლებადამცველების და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით. მთავარი მოთხოვნა ჩვენი კოლეგის, მზია ამაღლობელის უპირობო გათავისუფლებაა.